ჯანდაცვის სამინისტრომ 2013-2017 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორატის დარბაზში გაიმართა. მინისტრმა დავით სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს სამინისტროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანია ეს მიმდინარე შეხვედრა არის განხილვა ჯანდაცვის სისტემის შეფასების შედეგებისა, რომელიც დასრულდა ახლა დეკემბრის ბოლოს. ჩვენ გავაკეთეთ მთლიანი სტრატეგიული შეფასება ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის, წარმოდგენილი გვაქვს რეკომენდაციები თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს განვითარება. დაფიქსირდა, რომ საქართველოში ჯანდაცვას ექცეოდა ძალიან მცირე ყურადღება. განხორციელდა რამდენიმე ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომლის შედეგად ჩვენ ნახეთ, რომ განსაკუთრებით საინტერესო იყო გრაფიკი, რომ საარჩევნო წლებში მკვეთრად უარესდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა. პიკები იყო 2008 წელი, 2011 წლის ბოლო, როდესაც საარჩევნო პერიოდი იწყებოდა, მკვეთრად ეცემოდა, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, იზრდებოდა დედათა სიკვდილიანობა და ეს პირდაპირ უკავშირდება სახსრების გადაკაჩვას წინა საარჩევნოდ. თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება საბაზისო პაკეტით ჯანდაცვის მომსახურებისა და არავინ არ იქნება მიტოვებული ბედის ანაბარა.